იჯექი. კიდე ჩასაფრება მოუწყო. როგორ? ვინ, ვისთან ერთად და ისე რომ ვერ დაგიჭერთ? აბა დაფიქრდი. ყველაფერს ფარულად გავაკეთებ და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ოგუს, ფარულად არ გამოვა. თუ შენს თავს გასცემ, კვალს დატოვებ, ანაბეჭდებს. შემიძლია გარანტია მოგცეთ პატივცემულო პროკურორო, რომ არანაირი ანაბეჭდები არ იქნება. ჩემს ძმასთან რაზე ილაპარაკე? გითხრათ სოლი რატომ გავგზავნი ასიესთან? და რა უპასუხე? უთხარი რომ მისი და ქმარს არ უჯერებს და რომ მზად არის უმცირესი მიზეზითაც გამშორდეს. ასე უთხარი? ხალილ იბრაჰიმ გახსოვს რომ კინაღამ მოკლეს. ზეინებ აიღე მაგალითი დედისგან. მზად არის მოკვდეს, მაგრამ ქმარს არ მიატოვებს. სიყვარულის გამო? უფრო იმიტომ რომ ასიეს არ დარჩეს. მე არავის დავრჩებოდი და დაშორება ამიტომ გადაწყვიტე? კარგი მორჩა, აღარ გაიმეორო. ჩემო სიხარულო. ჩემო ერთადერთო. არაფერს გეტყვი. შეგიძლია დამშვიდე და შემდეგ ისევ დავქორწინდეთ, როცა მოისურვებ. არა, ნუ მგონია რომ ასე მარტივად მომიშორებ. რომც გაგშორდე, შენს თავს არავის დავუთმობ, ეს იცოდე. ასეა. რა? ჩემთან მხოლოდ ასეა. რას აკეთებ? დაგვინახავენ. მერე რა, ცოლს ვკოცნი, დასამალი არაფერი მაქვს. ასე არ არის? ამბობ, დასამალი არაფერი გაქვს? იმასაც კი არ მეუბნები, ჩემს ძმასთან რაზე ილაპარაკეთ. შენმა ძმამ მტკიცედ გადაწყვიტა. ამბობს, რომ უარს არ იტყვის. გამოდის, მამა ჩემის და ილმაზის წინააღმდეგ წავა? სანამ ილმაზი ცოცხალია, შენი ძმა უსაფრთხოდ ვერ იქნება. რას გულისხმობ? რეშიც. შვილების სიკვდილისთვის შურს იძიებს. მაგრამ ამას ჩემს ძმასთან რა კავშირი აქვს? მისი ვაჟები ილმაზის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ვინ გითხრა? ბიძია დერვიშმა. მამას არ უთქვამს, არა? ერთი წუთით. ილმაზმა ძმა რეშიდი თავის მფარველობაში აიყვანა? ასეა. ილმაზი უმიზეზოდ არაფერს გააკეთებს და არც იმას ფიქრობ, რომ სამიზნე მამაშენი იქნება. ძმას ამის შესახებ უთხარი? არა. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ არავის ენდოს. აიშე მითხრა, რომ ბავშვებს ელაპარაკა. ორივემ ვიცით, ეს შეუძლებელია. ოჯახში რა ხდება? რა ხდება, მითხარი? გუშინ მე და სიმამრმა ბიჭები დავკრძალეთ. შემდეგ ელიფი მოვიდა, დედასთან ერთად. დეიდა საკინემ ამის მიუხედავად თქვა, რომ დილით შვილებს ელაპარაკა და კარგად არიან, არა? ნედიმე ჰანიმა ყველაფერი იცის, მაგრამ მალავს. ყველაფერი იცის. წლებია ერთმანეთს იცნობენ. ნუ თუ დეიდა საკინემ არ იცის რა ხდება. არ ვიცი ფიქრეთ ბეი. შვილები დაკრძალა. არაფერს ვამბობ, მაგრამ ძმარეშიც ვინ უთხრა ბიჭები სად იყვნენ? ვინ უთხრა? გეტყვით ფიქრეთ ბეი. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეტყვით ეს ვინ გააკეთა. შეიძლება. თუ არავის მოკლა ვისე, რომ მე არ მეწოდინება. ილმაზ მარტენმა. რა თქმა უნდა.
სანაცვლოდ რა მოითხოვა? უთხრა რომ ის უნებართვოდ არაფერი გააკეთოს. ბიჭები ვინ გასცა ფიქრეთ ბეი? ჩემმა ძმამ თამირმა. ასიელეტო შვილს იცავდა და გაანადგურა, არა? ასიემ ერთი შვილი დაკარგა და ყველაფერი ფერფლად იქცა. წარმოიდგინე, რამდენი ადამიანი დაზარალდება თუ თამირს რამე მოუვა. ამიტომ არაფერი გააკეთო ჩემი ნებართვის გარეშე. ოჯახში ატყობინე, რომ საქმის კურსში ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა. გესმის? ისინი გენდობიან. თქვენ და ზეინებ ჰანიმს. რა შემიძლია გავაკეთო? იარაღი ავიღო და ჰალილ იბრაჰიმი მოკლა? დათანხმდები და ისინი გეტყვიან რა მოხდება. ნედიმე, მსგავსი მახი არა ერთხელ დაუგეს ფიქრეთი ზეინების გამოყენებით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არ გამოვიდა, ნედიმე, არ გამოვიდა. ილმასაც კი გაექცა, არა მხოლოდ ჩვენ. ილმას უნდა რომ მე და ფიქრეთი მოვკვდეთ. ჰალილ იბრაჰიმი მხოლოდ საბაბია შენთან ურთიერთობა რომ არ გაიფუჭოს. გონია მე არ ვიცი რიზვან ბეი. ყურადღებით მომისმინე. ილმაზი მატყუებს და ცდილობს ყურადღება გადამატანინოს. ჩემი ძმა მის აქედან წაყვანას არც კი აპირებს. ანუ ერთჯანი ჩამოვიდა. ველა მიზანში ხართ. ან მათი თამაშის პირობები უნდა მიიღო. ან ახალ თამაშს წამოიწყებ და ყველა შედეგზე პასუხს შენაგებ. ყველაფერზე. უგემური ჩაია. იმას არ გავს, რომელიც წინაზე გააკეთა, როცა ჰალილ იბრაჰიმის მკვლელობა დავგეგმეთ. ასია რა ხდება? რამე ისეთი გაიგე, რომ განწყობა გაგიფუჭდა? გამიფუჭდა, რა თქმა უნდა. პირდაპირ ხელის გულზე დაგისვი. შენ კი რა გააკეთე? გავიგე, რაც მჭირდებოდა, გავსრისე და გადავაგდე ასიე. სულ ეს არის. მართლა? ამ მსხაბრების მოყოლა არ მჭირდება. შენ წინ ნედიმე კი არ დგას. ასიე ვარ. ასიე. იმის გამო წუწუნებ, რომ პოლიცია მოვიდა თუ შვილზე ნერვიულობ? ესე იგი მივხვდი. როგორც გავიგე, რეშიდმა შურისძიება ჩაიფიქრა და ჩემი ბიჭის მოკლა უნდა. შურისძიება უნდა, სხვა რა ენდომება. რიზვანმა მითხრა. რეშიდი რიზვანის ერთ-ერთ ვაჟს მოკლავს, მაგრამ არა შენ შვილს. თავიდანვე რატომ არ მითხარი? არის კიდევ რაღაც. ეს უკეთესია. ილმაზ, თუ ჩემ შვილს რამე მოუვა, პასუხისმგებელი შენ იქნები. ეს კარგად დაიმახსოვრე. ფიქრეთმა საიდან გაიგო, რომ სასაფლაოზე ვიყავით? წარმოდგენა არ მაქვს მამა, მაგრამ ყველაფერი იცის. მითხრა, რომ ამ საქმეს თვითონ მიხედავს. მე მგონი უნდა ვენდოთ. მე ფიქრეთი მიყვარს და ვენდობი. შვილო, რატომ არ უთხარი, რომ ამის უკან ან მისი დედი ნაცვალით დგას, ან მამამისი, ან უმცროსი ძმა? რატომ არ უთხარი? დედა,
მითხრა რომ იცის ამის უკან ვინ დგას და ყველაფერს გააკეთებს რაც საჭიროა. ყველაფერს. ვფიქრობ შეიძლება ხალილ იბრაჰიმ აიცოდეს. ალბათ მან შეატყობინა. ბიძია დერვიშმა ყველაფერი იცის. ძმა ფიქრეთი, რომელიც ყველაფერს გეგმავს ხოლმე, ამ შემთხვევაში არაფერს იზამს. იმდენი წელია რეზვენის გვერდით ვარ. ძალაუფლებას არავინ გასცემს. საკუთარ შვილსაც კი. საკუთარ შვილსაც არ მისცემს. მანამდე მოკვდება. დედა მოიცადეთ. თხოვა არაფერი გავაკეთოთ, როგორც ჩანს გეგმა აქვს. გეგმა. მაშინ იმას გააკეთებს, რაც საჭიროა. რადგან გაიგო, გააკეთებს. უკვე ვუთხარი, რომ გააკეთებს იმას, რაც საჭიროა ის, ვინც პირველი გაიგებს. ფიქრეთსაც არ დავინდობ. კეთილი იყო შენი მოსვლა, კაპიტანო. გმადლობ. პროკურორთან შეხვედრა მოახერხეთ? ნახე კი. ყველაფერი უთხარით? უთხარი. რა გითხრათ? ბატონ პროკურორს სამართლის სჯერა. მითხრა რომ მისთვის სულ ერთია. მოსმენის გამო მეჭხუბა და გამომიშვა. საუბარი მის ოჯახზეა, კაპიტანო. ესეც უთხარით? უთხარი. დამიჯერე ვერაფრით შეაშინება, ალიჯან. ჩვენი პოლკოვნიკიც მასთან იყო. დაემუქრა. გააჩუმა და კაბინეტიდან გააგდო. ოჩახ. მაგრამ რა უნდა ვქნათ, კაპიტანო? ვერაფერს ვიზამთ. მის სახლში ჯგუფი მაინც გაუგზავნე. მისი ცოლ-შვილი მაინც დაიცვან. კარგი და თქვენ? მოსმენის დროს თქვენი სახელიც გაჟღერდა, კაპიტანო. ნეტავ მხოლოდ მე ვიყო, ალიჯან. ნეტავ. კაპიტანო, მომისმინეთ. დაჯგუფების წევრების სია მოგიტანეთ. თქვენს წინდებს. ეს ის ადამიანები არ არიან, ვინც შეიძლება შეიბრალოთ. კარგი, მესმის რომ გამოცდილი და კარგი მსროლელი ხართ. ვნახე, მაგრამ ეს ის ადამიანები არ არიან, ვისაც შეიძლება გზა გადაუკეტოთ. კარგი, ამ საბუთებს სახლში გადავხედავ. თუ რამეს მოვიფიქრებ, შეგატყობინებ. ალიჯან, პირადად უხელმძღვანელე ბატონი პროკურორის უსაფრთხოებას. როგორც მიბრძანებთ, კაპიტანო? ხალილ იბრაჰიმ. ფიქრობ, რადგან ჩვენი მოსიყვარულე წყვილი ისევ ერთადაა, თურანი და სემაც უნდა დაქორწინდნენ და ყველა ბედნიერი ვიქნებით. კარგი, ოსმან, გასაგებია. მოუთმენლად ელოდები შენი რიგი როდის მოვა, მაგრამ რაღაც გავიწყდება. რა თურან? იმისთვის, რომ ვინმესთან ერთად იყო, ჯერ ეგ ვინმე უნდა იპოვო. ვინმე სად ვიპოვო, თურან? სანამ სხვებს ვებრძვი, გადავწყვიტე, როცა ნიშნობა ან ქორწილი იქნება, შეიძლება თქვენი დახმარებით მაშინ მაინც გავიცნო ვინმე. ოსმან, ყველა ჩემს მეგობარს იცნობ. რას ელოდები? შენი მეგობრები რაში მინდა, სემა? ყველა შენ გავს. უკვე ვნახეთ, თურანი რა დღეშია. არა, კარგი ხასიათის გოგონა მჭირდება. აი მაგალითად ისეთი როგორიც ზეინაბია. თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ საზღვარგარეთ უნდა სწავლობდეს, არა? რა თქმა უნდა, თემელ. კარგი ძვირფასო, მაგრამ აი რა მაინტერესებს. ასეთ გოგოს და შენ საერთო რა უნდა გქონდეთ? მაგალითად, ბეისბოლზე ისაუბრებთ? რა ბეისბოლზე, თემელ? დარწმუნებული ვარ, მოგეწონება, ჯოხი უნდა იქნიო. მოგეყვები? კარგი, ვნახოთ. კარგი, სულ უნდა აბნიე. თემელი გეკითხება, ასეთ გოგოს რაზე უნდა ელაპარაკო? დარტყმის ტექნიკას განიხილავთ თუ ყვავილებს? ან რა საკითხზე ილაპარაკებთ? თურან, მოსიარულე დოკუმენტური ფილმი ვარ, გასაგებია? ამ გოგოსთან ერთად ტყეში გავევლი და მაშინვე შევუყვარდები. აბა ზეინებ, არ ყავს კარგი ხასიათის მეგობარი გოგონა, რომელიც მზად იქნება ოსმანზე დოკუმენტურ ფილმს უყუროს? დიახ, შეუძლებელია ოსმანი არ გიყვარდეს. უბრალოდ პირველი შეხვედრისას ცოტა შემაშინებლად გამოიყურები. არასწორად ნუ გამიგებ, მაგრამ შეიძლება ჩემს მეგობრებს შენი შეეშინდეთ. ჩემში შემაშინებელი რა არის, ზეინებ? შენი გარეგნობა.
ოსმან, უამრავი გოგონა გაჩვენე, შენ კი არავინ მოგწონს. დედა ამბობს რომ საზღვარგარეთ უნდა სწავლობდეს, რა ვერ გაიგო? რა მოხდა? მართალი არ ვარ? სასაუბროც ბევრი გვექნება. ერთმანეთს ჩვენ შესახებ მოუყვებით. ასე არ არის, ჰალილ? მართალი ხარ ძმაო, მხოლოდ საუკეთესო შეგეფერება. მისი ნამდვილი პრობლემა კარგად ვიცი, მაგრამ არა უშავს. რაშია მისი პრობლემა დერვიში? ისეთი ვინმე არის, ვინც არ ვიცით? არავინაც არ არის ძმაო, ტყუილია. შვილო, დერვიში ოდესმე გვატყუებს? გვითხარი ბოლოს და ბოლოს ვინ არის ის იღბლიანი? სხვა ვინ? ზეინების და. ლეილა? ჩემი და? ლეილა რა შუაშია? ასიაშვილი რომ არ იყოს, შეიძლება შანსი მქონდეს. ყველაფერი დერვიშის ფანტაზიებია. არ დაუჯეროთ. ჩემი ფანტაზიები? დილით ჯამალს ეუბნებოდი, რომ კარგი იქნებოდა ედანურთან ერთად ლეილაც მოეყვანათ. ასე არ იყო? ბიძია. ამას შეხედეთ. ძვირფასო. ერთი წუთით. ეს საუბარი არ მომწონს. ჯამალს კი ვეტყვი, აქ ლაპარაკის ნაცვლად წავიდეს და სადმე მთაში ილაპარაკოს. თან ეს მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ ედანურზე ნერვიულობდი. კოჩახ. ხო. ოსმან, ძალიან ვთხოვე, მაგრამ სამწუხაროდ არ წამოვიდა. ლეილა ძალიან კარგი გოგოა, ოსმან, მაგრამ სანამ ასია მისი უფროსია, ვერასდროს იქნება იმასთან, ვინც უყვარს. ესე იგი შემიყვარებს? ჯობია ჯამა გააგრძელო, ოსმან. თებში ჩაიხედე, ოსმან. მოინდომა. კარგი, შეგერგოთ. შეგერგოთ. მამა, გადასართავი სად არის? ბეისბოლით უგადის ოსმანს ჩაურთოთ. ჩართეთ, ჩართეთ. უმაცინებთ. ფიქრეთ ბეი. სადმე დიხართ, მე წაგიყვანდით. ასიესთან მივდივარ, ჩოთა. ვიფიქრე იქ მისვლა არ გენდომებოდა. სწორად იფიქრეთ, ფიქრეთ ბეი, როგორც ყოველთვის. ოჯახს გადაეცი, რაზეც ვილაპარაკეთ. გადავეცი. ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ არის. ხომ მართლა? მამა იქ არ არის, ხომ არ იცი, სად შეიძლება იყოს? არ ვიცი. დეიდანადი მე ილმასთან შეხვედრის შემდეგ მოვიდა და მამა ძალიან დიდხანს ესაუბრა. ამის შემდეგ მამა რიзвანი წავიდა. ნამდვილად ილმასთან წავიდა. ვინ იცის ამჯერად რის მიღწევას ცდილობენ და გეგმებს ვის წინააღმდეგ აწყობენ? ნახოთ. არავის უთხრა, რომ დეიდა ასიესთან წავედით, შოთა. დედანედი მეს ვუთხარით სადილზე მივდივართო. არ ვეტყვი აი შეჰანი. ჩემთან დალაპარაკება გინდოდათ, ნედი მეჰანი? დიახ, გეძახდი. შემოდი დაჯექი. დღეს პირველად ჩემს ცხოვრებაში საქინე მომატყუა. მეწყინა და გული მეტკინა. ამიტომ დავინტერესდი ასე რატომ მოიქცა და გავიგე. რა გაიგეთ? რაც მოხდა. ვისგან გაიგეთ? იმისგან, სადაც დღეს იყავით. გასაგებია. ესე იგი აქამდე არ იცოდით, ნედი მეჰანი? რეშით ხომ მიცნობ. ყოველთვის ყველაფერი ვიცი. უბრალოდ არ ვიმჩნევ. და სანამ ჩემამდე ინფორმაცია არ მოვა, ისე ვიქცევი თითქოს არ ვიცი. უკვე ყველაფერი მოხდა. უბედურება დაგვატყდა და ვინერვეულე. მაგრამ სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა ან დაბრუნება აღარ შემიძლია. და არ ვაპირებ ამ საკითხს ელიფთან ან საქინესთან ვილაპარაკო. მაგრამ შენ დაგეხმარები. როგორ საქინეჰანი? შენი შვილები თამერმა მოკლა. და თან ასიეს პირადი ბრძანებით.
ილმას შემიძლია ნებისმიერ საქმეში შენთან ერთად ვიყო მაგრამ ფიქრეთი უნდა ჩამოვიშოროთ რომ არ დაზიანდეს ჩემი გადადგომის მიზეზიც სწორედ ეს იყო დავტოვოთ ჰალილ იბრაჰიმს ახალგაზრდებმა მიხედონ ჩვენ კი ჩვენი საქმე ვაკეთოთ ჰალილ იბრაჰიმია გასართობად არ ჩამოსულა სიძებ ხელის გასაშლელად ჩამოვიდა დავალება აქვს ამაში დარწმუნებული ხარ ილმას უკვე რამდენიმე დღეა იმეორებ პირადად გითხრა იმდენად კარგადაა გაწვრთნილი რომ ამაზე არც ილაპარაკებს ნუ თუ გააზრება ასეთი რთულია მაშინ ჩემ შვილთან ქორწინებაც ყალბია არა საუკეთესო შემთხვევაში დაქორწინდა იმიტომ რომ არ მომკვდარიყო მაგრამ ნიშნულობა არ აქვს მოკვდება და ამას შენ მოაწყობ მაგრამ არ დამიჯერებს არ მოვა სადაც ვეტყვი თუნდაც მოვიდეს ხელცარიელი არ მოვა და არც მარტო რა უნდა ვქნათ ნიშნობა შედგება ყველაფერი იქ მოხდება სიძებ ყველაფერი ჩვენი ხალხი მეოთხე სართულზეა შესასვლელში პირველ სართულზე ორი კაცი დგას ყოველთვის იქ არიან დერეფანში კი 8 ოთახია ერთმანეთის პირისპირ დერეფნის ბოლოში ერთი ნომერი ცალკეა და დიდი ალბათობით აქ დაბინავდნენ სახანძრო კიბე არ გამოვა საპირისპირო მხარეს ან კიბეზე ასვლას როგორ აპირებ რა მჭირს რატომ უყურებ თავარია პრობლემა მიეცი და მაშინვე უკან გაეკიდება მაგრამ მოგუს თუ ფიქრობ როგორ შევალთ ან როგორ გამოვალთ ისე რომ თავი არ გავცეთ შენ საერთოდ ნუ შემოხვალ მე და ბიჭები შევალთ თუ გაგვიჭირდება დაგვიცავ არ შეიძლება ბიზია ბიჭებთან ერთად თუ შევალთ ნამდვილად დავკარგავთ პროფესიონალები არიან კარგი მაშინ ძღოლი გჭირდებათ მოყვარული ვარ მაგრამ შემიძლია ამ საკითხში დაგეხმაროთ არა ბიზია შენს ადგილზე დაგჭირდები ისეთი ადამიანი დაგჭირდება ვინც გამოსვლისას დაგვიცავს როგორ ავალთ ისე რომ ეჭვი არ გამოვიწვიოთ დიდხანს კოცნიდი კარგი იქნებოდა ცოტა ხანს თავი შეგეკავებინა რა ზეინებს აკოცა ღმერთო ჩემო ჩემს პირად ცხოვრებაზე რატომ ლაპარაკობთ სხვა საქმე არ გაქვთ ცოლს მე მიმხედავ ბიძია კიდევ ამბობ რომ არ უყვარს ბიძია შესასვლელთან ახლოს სასტუმროში კიდევ ერთი კარია უბრალოდ ჯაჭვით არის დაკეტილი თუ გადავჭრით შევძლებთ მშვიდად შევიდეთ სად იყავი ველგან გეძებდი ბიძიას ოთახში ბიძია დერვიშს ქვევით რატომ ზინავს მაღლა ხომ ამდენი ოთახია იმიტომ რომ თავი ყველამ კომფორტულად იგრძნოს არ უყვარს როცა ზედმეტად თვალსაჩინოა ბიძია დერვიში ყველაფერს ხვდება რას ოსმანსა და ლეილაზე ჩემზე და შენზე ეს ცუდია არა ცუდი არ არის უცნაურია რომ ყველაფერს ხვდება მაგრამ ხალხთან ყოფნა არ უყვარს ჯარში 24 შვიდზე კაპიტანი იყო თვალი არ მოუხუჭავს არავის თვალში არ ხვდება ბევრს არ ლაპარაკობს და როგორც წესი ყველას უსმენს როცა პატარა ვიყავი ძალიან ხშირად უსმენდი ესე იგი შენგან განსხვავებით მხოლოდ კარტოფილს ართლი და არა ასეა საყვარელო ჩემო ცხოვრება იმ სახლში გავიზარდე სადაც დილიდან საღამომდე იტყუებოდნენ მაგრამ არასდროს მინახავს ყველში დარწმუნებული ისე ყოფილიყო ვინმე როგორც შენ მართლა მისმინე ისედაც დაჭრილი ვარ ყველგან იარები მაქვს და მატყუა რასაც მიწოდებ ხო მართლა ძალიან დავიღალე აკოცე და მერე დავიძინოთ შეიძლება არ შეიძლება რა სიტყვი შეიძლება
აბა, რა ქენით? რა ხდება, უკვე მიაძინე ასე მალე? ეთყობა დაეძინა, უკვე რომ მოხვედი. როცა ქალებს ჯარის მოგონებებზე უყვები, მათთვის ძალიან მოსაწყენი ხდები. ხო, მაგრამ შენ ხომ არ მოგიყოლია? რა თქმა უნდა არა. წავედით, ბევრი საქმე გვაქვს. მზად ხარ? გმადლობდავა. მოდი შენც დაჯექი. ფიქრეთ. ეს როგორ გავიგო? ისე ზიხარ თითქოს მთელი სამყარო შენ ფეხ ქვეშ იყოს. მიდი თავს ნუ იგავებ, ყველაფერი გითხარი, რასაც აპირებდი. გეტყვით ასიეჰანიმ. გეტყვით. ადრე დეიდა ასიეს მეძახდი. თუ დაგვეხმარებოდი, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. შეგიძლია დარწმუნებული იყო. რა, დედიკო მიგატოვა რა? რას ვიზამთ? ყოველთვის ცივი ურთიერთობა გქონდა. მხოლოდ იმ ადამიანებს ვიკრავ გულში, ვინც ჩემს გვერდითაა. შენც მიყვარ ხარ, ხედავ? ჩემი ყველაზე საყვარელი დიშვილი მოგეცი. შენ კი არ მიეცი დეიდა, ფიქრეთან თვითონ გავიქეცი. და გავიწყდა 2 წელი რატომ არ მელაპარაკებოდი? გაიქეცი და იმიტომ არ გელაპარაკებოდი, რომ გეთქვა, ფიქრებს ჩემი ხელით გადაგცემდი. კარგი. როგორც უკვე თქვი, აქ რაღაცის სათქმელად მოვედი. საკუთარ შვილებს სიკვდილისთვის იმედებ. დიახ, დედას არ გეძახი, მაგრამ ლეილას და თამერს და-ძმას ვუწოდებ. სანამ არასწორ საქმეებში არ ჩაერიე, ჩემი მოსვლის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ სათქმელი ნამდვილად მაქვს. ოჯახის უფროსი გახდია რა. ლიდერი. და ახლა მოხვედი, რომ მითითებები მომცე? თქვენი ოჯახის უფროსი მე არ ვარ. მაგრამ თუ ასე მოიქცევი, თქვენი ოჯახის უფროსი კონკრეტულად მამა ჩემი მალე მოკვდება. მამას ვინ მოკლავს ძმაო? როცა ის, რაც ჩაიდინე მამას მხრებზე დააწვება, განსაკუთრებული დიდი ფიქრი არ სჭირდება ამას ვინ გააკეთებს. მაგრამ მამა რატომ უნდა მოკლან? ყველაფერი ამან გააკეთა. დედამ კი აიძულა. აქ მოვიდნენ და გააკეთონ რაც უნდათ. მეც მიმსახურებ. ყველაფერი ხომ ჩემ გამო მოხდა. ლეილა, საყვარელო, ბევრი ძალიან ცუდი რამ მოხდა. მაგრამ ფიქრეთი აქ იმისთვის მოვიდა, რომ უარესი არ მოხდეს. რაზბოდა? ცუდი რა მოხდა? შეიძლება რეშიდ მარიზვანს ესროლოს. შენ კი ზიხარ და სხაპრებს ყვები. რადგან ოჯახის უფროსი ხარ, წადი და დაიცავი. და ეს საკითხები შენ სახლში უნდა მოაგვარო. მაგრამ აქ მოხვედი. თუ ვერ აგვარებ, მაშინ ამას თვითონ მივხედავ. მე მივხედავ. როგორ მოაგვარებ დეიდა? რეშიცაც ძმა იმას გადასცემ? შენ ვინ გეკითხება? რასაც მინდა იმას ვიზამ, გაჩვმდი. ასიეჰანიმ. რეშიც ვუთხარი, რომ ამის გამკეთებელი იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა. ნუ მაიძულებ ძმის სისხლი დავღვარო. ამას უყურეთ. ცუდია, რომ მამა შენს არ ესმის. ხელმძღვანელი მამა კი არა მე ვარ. და უკანასკნელად გაფრთხილებ. თამერის სახლიდან არ გავა. ლეილას ტკივილს არ მიაყენებს. ლეილა კი იქ ცხოვრობს, სადაც უნდა და ვისთანაც უნდა. ხო, მართლა ლეილა, ფიქრეთმა თქვა, თუ იავუსთან ყოფნა არ გინდა, შეგვიძლია ნიშნობა გავაუქმოთ. საჭირო არ არის ის აკეთო, რაც არ გინდა. მართალია, დაიკო. იავუს სოლად გავყვები ძმაო. თავიდან რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა უარს არ ვიტყვი. თორემ არავინ იცის დედა სად წამიყვანს და ღმერთმა უწყის ცოლათვის გამაყოლებს. ასე კი დეიდა ნარგიზი მაინც დამიცავს და ეს ვერაფერს დამიშავებს. ლეილა, ნორმალურად მელაპარაკე, თორემ ენას ამოგაცლი. თამერ, ძმაო, არ გესმის როგორ მელაპარაკება? მომისმინეთ.
უკვე რამდენიმე დღეა იმაზე ვფიქრობ, ცოცხალი როგორ გადარჩე. მაგრამ ვერ მოვიფიქრე. თუ ასე გააგრძელებ, შენც თარიქის გვერდით დაგმარხავენ, შვილო. ეს კარგად დაიმახსოვრე. და აი ყველა მის მიიღოს, რაც დაიმსახურა. და ახლა დედა შენი ჯერია. შემდეგ მამა შენი. მერე კი შენ. ყველა თარიქის გარშემო დაიმარხებით. თუ ადგილი დარჩება, რა თქმა უნდა. პირველი შენ იქნები ასიე ჰანიმ. ამაზე პასუხისმგებელი აღარ ვარ. უკვე ყველაფერი ვთქვი. ნახვამდის პირველო ლედი. ჩვენი შესვლიდან 10 წუთში სახანძროში დარეკე. აქ დაგველოდე. რადგან ასე ამბობ, ესე იგი 10 წუთის საქმე არ არის. 20 წუთში დარეკე. რატომ აზვიადებ ძმაო, ამერიკის დასაპყრობად მივდივართ? მიხვდები, როცა იმ ხალხს ნახავ. ჯერ წადით და ცოცხლები დაბრუნდით. პირველივე გასროლისაც სახანძროში დავრეკავ. იარაღს ხომ მაყუჩი უნდა გაუკეთოთ, ბიძია. ისინი ხომ გვესრუიან, ბიძია მესი გულისხმა. თუ ვინმე დაგვინახავს, გვესროლოს ძმაო. წადით, ღვთის გულისათვის, წადით. kekli köfter, dalda kızılot biter. İçinde kekli köfter, eşkıyadan da beter. Uslan be Halil İbrahim, uslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına. Yaslan be Halil İbrahim, kıvırcık saçlarına kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına. Yaslan be Halil İbrahim.
de su durur Dağdan köprü kurulur El yerine vurur Aslan be Halil İbrahim Aslan be Halil İbrahim Kıvırcık saçlarına Kar düşmüş uçlarına Dağın yamaçlarına Yaslan be Halil İbrahim Kıvırcık saçlarına Kar düşmüş uçlarına Dağın yamaçlarına Yaslan be Halil İbrahim Hızlan be Halil İbrahim Hızlan be Halil İbrahim Kıvırcık saçlarına Ak düşmüş uçlarına Dağın yamaçlarına Yaslan be Halil İbrahim Kıvırcık saçlarına Yaslan be Halil İbrahim Სწრაფად. Სწრაფად. კარგად ხართ? რომელიმე ხომ არ დაგჭრეს? ოღუზი ფეხში დაჭრეს ბიძია, სხვა არაფერი. გაუძელი ოღუს. მადლობ ბიძია, კარგად ვარ. ერთი კაცით ნაკლები მოვკალით, როგორც შევნიშნე, ერჯანი არ ყოფილა. ერჯანი ვინ არის? დაჯგუფების მეთაური ბიძია. ამდენი ადამიანი დახოცეთ და ერთის დაჭერა ვერ შეძელით? სახანძროს რამდენი წუთის შემდეგ დაურეკე. როგორც კი შეხვედით დავრეკე. 8 წუთში მოვიდნენ. ოჩახ. იქედან 5 წუთში უნდა გამოსულიყავით. ერთით ნაკლები მოვკალით, გვიან ამიტომ გამოვედით. ერჯანი არ იყო. ერჯანი რომ ყოფილიყო 20 წუთზე ადრე ვერ გამოვიდოდით. კარგი, მთავარია გამოხვედით. დაჯექი ერჯან. აბა?
შენი გუნდიდან ვინმე გადარჩა? ჰალილ იბრაჰიმი რა ადამიანია ილმაზ ბეი? მაგ ჰალილ იბრაჰიმს რა ჯგუფი ხავს? 20 ადამიანი დამიხოცა. რა ჯგუფი ერჯან? მხოლოდ 3 კაცია. კამერების ჩანაწერები ვერ მოვიპოვეთ. არ შემიძლია ინფორმაცია მივიღო იმის გამო, რომ არავინ გადარჩენილა, მაგრამ ამას 2-3 ადამიანი ვერ გააკეთებდა. ამისთვის გაწორთნეს ვამბობ, მაგრამ ვერავის გავაგებინე. ესე იგი პოლიციელი და კიდევ 2. ეგორი დაივიწყე, ჯობია იმაზე იფიქრო შენი იდიოტებიდან, რომელს უთვალთვალებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ გაიგებდნენ, რომელ სასტუმროში იყავით ან რამდენი ადამიანი. იმედი მაქვს შენ არ ხარ ეგ იდიოტი. მამა თქვენის გარდა ინფორმაციას არავის ვაწვდი. ყოველი შემთხვევისთვის დაცული ნომრით ვსარგებლობ. ყოველი შემთხვევისთვის. ესე იგი ეგ ნომერი არც ისეთი დაცული ყოფილა, როგორც გონია. კარგი, უკვე ყველაფერი გააკეთე. საღამომდე ახალი ჯგუფი შეკრიბე. თქვენთან საქმე მაქვს, შეგიძლია წახვიდე. ილმაზ ბეი, ნარგიზ ჰანიმი მოვიდა. შემოიყვანე. ილმაზ? კეთილი იყო შენი მოსვლა, ნარგიზ. არ ვიცი სიკეთისთვის მოვედი თუ არა. რადგან ასე დროს დამიბარე. თქვი რომ სასწრაფოა. იავუზმა და დურსუნმაც არ უნდა იცოდნენ. რა ხდება? უკეთესი იქნება თუ დაჯდები. აბა მითხარი რა ხდება? ვიფიქრე გენდომებოდა პირველს გაგეგო, ნარგიზ. რას გულისხმობ? შენი ქალიშვილი. არა, შეუძლებელია. დამლა ამას ვერ გააკეთებდა. ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ არა ჩემი ქალიშვილი, შეცდომაა. შენი ქალიშვილია, ნარგიზ, დამლა. რომელიღაც წვეულებაზე თავი დაკარგა. უარესი ფოტოებიც მქონდა, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ის ამოვარჩია, რაც შემეძლო დედისთვის მეჩვენებინა. დავიღუპეთ. ილმაზ, თუ მისი ძმა და მამა ამას ნახავენ, გოგონას მოკლავენ. ეს თემა დავხურეთ, ნარგიზ. შენ კი ქალიშვილი აქ ჩამოიყვანე, ჯობია შენს გვერდით იყოს. და ეს ფოტოები ვინმე სხვასაც აქვს? არა, და არც ექნება. კარგი, მიდი ილმაზ. მითხარი რა გინდა? დღეს საღამოს შენს ვაჟს და ასიეს ქალიშვილს თქვენ სასტუმროში დააქორწინებ. დღეს საღამოს? გაგიჟდი? დღეს საღამოს, ნარგიზ. დღეს საღამოს.